სალამი ყველას. დაიწყო ახალი სრული დღე ალბანეთში. ახლახანს გავიღვიძეთ. მე ცოტა ყავა დავრია და ჩემი გუშინდელი დარჩენილი პიცა ვჭამე. წინა ვიდეოისაც ნანახი გაქვთ, იცით რა პიცაზეა საუბარი. თემას აღარ ქონდა ეს პიცა, სამწუხაროდ. იმიტომ რომ სულ მიირთვა. ხასახედავებანე მოწესრიგდი. და ვემზადებით რომ გავიდეთ, დავათვალოთ უკვე სრულფასოვნად ქალაქი და ვნახოთ მუზეუმები და ისეთი ადგილები, რაც გვინდა რომ ესეთი მოსანახულებელი რაც არის. გუშინდელი ვლოგი ისე დამთავრდა, რომ ის გაჩვენეთ ბოლო კადრი რომ პიცას ვჭამთ და მეტი საჩვენებელი რეალურად არც არაფერი არ იყო, იმიტომ რომ მოწესრიგდით და დავწვიხით, დავიძინეთ და გათიშულებს გვეძინა და ამიტომ გული არ დაგწყდეთ, არაფერი გამოგიტოვებიეთ. წავედით. გამოვედით ხალხო გვეღირსა, ცოტა მოწესრიგდით, თორე ისეთი სახე მაქვს გუშინდელა დღევანდელ ვიდეოებში, ცოტა მეშინია დაღლილობისგან მგონი სახე ამძვრა უკვე. აშკარად იგზნობა და გუშინდელ ვიდეოში ისე მაქვს მაგზაში რომ მაგრამ არა უშავს გასაგებია რატომაც მე მგონი. წავედით ახლა მივდივართ თქვენს გაჩვენებს და გეტყვით რის ნახვას ვაპირებთ. ეს თემა უკვე აქვს ჩართული და მიგუძღობა. წავედით. რა სივიწროვეა. არ ჩამოვკეტონა. კი. თქვენ შეიძლება ჩემ ვენტილატორს დასცინეთ, მაგრამ არ იცით რა ხელა საქმეს აკეთებს ახლა. ხა მოვინახულეთ ბუნკერი. კადრები რაც ნახეთ, იქიდან იყო გადაღებული. სანახაობრივი რო თქვა, არ ვიცი. რამდენად იყო? იყო საშინელი მდგომარეობა იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრ ხალხს გვიშვებდნენ ერთდროულად და იყო საშინელი სიცხე, არც ნიავდება და არც კონდიცირება არაფერი. დარბოდნენ პატარა ბავშვები. რომლებიც ყველაფერს ეხებოდნენ და ფეხებში გედებოდნენ მიუხედავად იმისა, რომ ისედაც უკვე გასავლელი არ იყო. და თანამ პლუს ამას, როცა აუშვიცის მსგავსი რაღაც გაქვს ნანახი, ესეთი მცირე მუზეუმის მაგვარი სივრცეები უკვე იმდენად ემოციური და შთამბეჭდავი, ჩემი აზრით აღარ არის. რა თქმა უნდა, საინტერესო იყო თავისთავად, მაგრამ ისეთი ემოციური ვეღარ იყო, იმიტომ რომ ის იყო კატასტროფა და საშინელება. ავიცი ემოციურად რომ დაგანგრევს ადამიანს იმ ყველაფრის ნახვა. ეხლა წავალთ, შევჭამთ ალბათ რამეს. ეს თემა რუკას
აკონტროლებს და Google Maps ცდილობს რომ აღებინოს გეზი. წავედით. მოკლედ თემამ აღმოაჩინა რაღაც ესეთი ტრადიციული ადგილი. სასადილო სტილი მეგონა თავიდან სანამ მოვიდოდით, მაგრამ არც ისეთი ცუდი არ არის. გამწვანება არის, ბევრი ტურისტია და ადგილობრივებიც ბევრი ხალხი არა. იგი იმაზე მიუთითებს, რომ ესე იგი გემრიელი საჭმელი აქვთ. შევუკვეთეთ ჩვენც ახლა კერძები და გაჩვენებთ რეებია. აქვთ ყავაც და ვფიქრობთ, რომ ჭამის მერე ბარემ აქვე ხომ არ დავაგემოვნოთ ამათი ცივი ესპრესო. როცა მოვა ყველაფერი გაჩვენებთ თქვენც. მე პირადად დავიღე გამომცხვარი კარტოფილი და ბერძნული სალათი და წყალი. თემამ რაღაცა სვეტკობები აიღო, რაღაც ტრადიციული და არ ვიცი ზუსტად რეები აიღო. ბიძაჩემ აიღო ბადრიჯანი, შიგნით ამოვსებულიო ფარშით, მე მგონი შეზავებული ფარშით, თუ რაღაცა ესეთი. თემამ ასევე კოლა აიღო, წყალი არ მინდაო. გუშინ პიცები რო ვიყიდეთ სასმელების და პატარა რკინის აი ასეთ კილაში ცივი ჩაი ღერდა 60 ცენტები და 50 ცენტები ევროში რო ვიანგარიშოთ და ეხლა რადგან რესტორანია წყალი ღერდა 1 ევრო ესეთი პატარა წყალი. ეს კოლა ღერდა თემამ რაც შევკვეთა € 9.5. ესეთი განსხვავება ფასებში მაღაზიასა და ნუ რესტორანს შორის რა. რაც მოსალოდნელიც. ხო, მოსალოდნელიც იყო ახლა. ბუნებრივია. მოვიდა ჩემი გამცხარი კარტოფილი, მე მგონი კარაქიშია, ხო? რაღაცა. აი ეს სალათა, ეს თემოს მიტბოლსი. რომელიც აღმოჩნდა რომ 1 ევრო იმიტომ ღირდა რომ 1 ცალი იყო და რეზოს ბადრიჯანი. რომელიც არის რაღაცა მაშინ ხორცში და ხახვებში. ცოტა ფეტა აქვს ნახატად. ხო, ცოტა ფეტა აქვს, მაგრამ ნუ რას ვიზამთ, ეხლა თემოს კერძს ველოდებით და შევჭამთ. თემოს კერძიც მოვიდა. ძალიან დიდხანს ალოდინეს და ძალიან პატარა პორციები და ცოტა უკმაყოფილოები ვართ. ჭამეთ საკმაოდ უკმაყოფილოები ვართ, იმიტომ რომ ძალიან პატარა პორციები იყო. იმდენად პატარა, რომ აი საერთოდ რო არ დაგანაყრებს. ნუ ფასებით სავარაუდოდ მაგიტო ღირდა იაფი. თლიანობაში გადავიხადეთ იმ ყველაფერში 19 ევრო, ნუ 20 ევრო დავტოვეთ რა. ეხლა მივდივართ სახლისკენ. ჩვენ სახლთან იქ არის მარკეტი, ვიყიდით რაღაცეებს და მივალთ ცოტა ხანი სახლში, იმიტომ რომ გაგანია შუა დღეა და ცხელა საკმაოდ ეს. რაღაცა ეს ადგილთან ვართ. თემო წინ მიდის უკმაყოფილო. ესეთი თხელი ქათმის ფილე მოუტანეს, რომ რამდენად უნდა გაჭრა ფილე, რომ ასეთი თხელი მიიღო, მე არ ვიცი. მაგრამ ნუ რაღაც ვიზამთ ახლა. Well, the clock strikes midnight and the blues start to brew. My heart's in pieces and I don't know what to do. I lost my baby and the news is so blue. Now I'm drowning in these midnight blues. The moonlight's making me shine through the blind. My mind's აპალიკა. all these crazy sounds. ეს ყოფილა პირამიდა. But now ვინაც გულზეა. ამდენი ხანია თემო იძახის პირამიდასთან მივდივარსა და რო არ ეთქვა რომ პირამიდა იყო. არც შევხედავდი და ვერც მივხვდებოდი რომ ეს პირამიდაა ხალხო. ეს მაგილეროსება. ჩემი აზრით ცოტა შტერობა რაღაცაა, მაგრამ შეიძლება არ ვიცი, ჩემი აზრით შტერობა რაღაცაა. მუღამი ის არის რომ უნდა ახვიდე რა, იქ მხელაკებებია, ბანახე. აქედან რომ მაქსიმალურად ჩანს. არა ვიდეთ? მე ძალიან მეზარება ამ სიცხეში. მანდასო.
აი ხლა მე მან დამსვლელი არ ვარ ამ ძის გულზე. დაახვიდე რომ არ დაიღალო რა. ვისაც გინდა თუ არ გაჩერდე. და მაგარი. წავედით. როგორ მიდივართ? იმ დიდებულ პირამიდასთან მიდივართ ხალხო თურმე. ინდა ავიდე სერბელზე ჩამოვიდე. მე გავუწევ და სამწუხაროდ მოხდა ჩამოვიდე. და მიზანი რა არის, რატომ და აიქცე და ჩამოიქცე? რომ გაჩვენო რა მაგარი. შენ მაგარო ხარ ვიცი ხე. ამიტომ აგარჩიე რა გონია. მაგარო რო ხარ ყველაზე. I try to smile, but it's all just a ruse. Cause deep inside I'm slowly losing these midnight blues. They won't excuse. აღარაფერი აღარ გაგვიკეთებია, ჭამეთ და ვიწექით თემასაც ძინავ სკროლობდი უაზროდ კაიხანი. მე წაგან მაღაზიაში ვიყავით, როგორ ჩვენ აქტივია ვჭამე. არაფერს არ ვაკეთებდი, ხა ჩავიცვით და გავართ ქალაქში გავისერნებთ უბრალოდ. Sunlight spills on the window. The aroma of coffee fills the air. Lazy cat is curled up on the sofa. Time passes so slowly as if it were hidden away. Wind gently blew across the face. Pleasant melody lingers softly in the ear. All the trouble are taken away at this moment. Oh, my Sunday, no worries but only niceness. Oh, my Sunday, as if world stands still. Only my heartbeat could be heard. Smile and laugh heartily all by myself. The sound of pages on the table being turned by the wind. The casual chat of sparrows outside the window. The leaves blown by the wind are still rustling. How melodious everything is. Just quietly enjoy this time. Oh, my Sunday, no worries but only niceness. Oh, my Sunday, as if world stands still. Only my heartbeat could be heard. Smile and laugh heartily all by myself. Tacking of the second hand, beating of the pulse. არ შეხოთ მცენარეებო. Every breath and ველურებით არ heartbeat მოგდეჯოს. seem to be engraved into the memory. Today belongs only to me and time.
heard. Smile and laugh heartily all by myself. მოკლედ რაც გამოვედით ფეხით მოვდივართ ქალაქს ვათვალიერებთ კიდევ ერთხელ რაც არ დაგვითვალიერებია კადრებში ნახეთ ის რაღაცა ვითომ ცნობილი პირამიდა რო კიბეები შტერობა ასასვლელი მანდაც ავედით ფეხები გაგვწყდა არაფერი განსაკუთრებული ეხლა მოვედით უდიდესი პარკი აქვს დიდი ტბით ხო ტბა არის ხო ვითომ იმათაც წინან და ლამის ფეხებზე გადამიარა დიდი ტბით არის ძალიან დიდი პარკი აი ესეთი ძალიან მოვლილია რაც მოვდივართ ძალიან მოვლილია ლამაზია სისუფთავეა ყველაფერი ის რაც არ ველოდით ამ ქვეყნასგან ალბათ მოკლედ ესე დავდივართ რა ხვალ კიდევ ერთი სრული დღე ვართ აქ დღეს ალბათ ახლა ესე ვივლით მერე დავუბრუნდებით სახლში ვიბანავებთ და დავიძინებთ იმიტომ რომ საკმაოდ დაღლილები ვართ. უკვე 12000 ნაბიჯი გვაქვს გავლილი. ხა მოგზაურობის პერიოდში ალბათ არც ისე ბევრია, მაგრამ ჯერ საკმაოდ შორს ვართ სახლიდან და საკმაოდ ბევრზე ავალთ ალბათ და დავიღლებით. ძალიან კარგი ქალაქია. ალბათ არ არსებობს კომპონენტი, რომელთაც შეიძლება რომ შეაფასო ქალაქი და ტირანას დაუწერ დაბალ შეფასებას რა. ყველანაირად მოწესრიგებული, ახლა აქაურები როგორ ცხოვრობენ და რა ეკონომიკური და სოციალური პირობები აქვს შექმნილი, აქ საკითხია, ჩვენ მაგას არ ვაფასებთ, მაგრამ როგორც ვიზიტორები და ტურისტები და დამთვალიერებლები, ჩვენი პერსპექტივიდან ყველა ის მოთხოვნა თუ კრიტერიუმი დააკმაყოფილა, რომელთაც ტურისტი უნდა ესტუმროს ამა თუ იმ ქალაქს. და ამის წინ რა ქალაქების ნახეთ, ყველას გადაუჯოქრა რა. არც აი საში ქალაქი არა, ალბანეთი ყოველთვის მეგონა რომ რაღაცა ისეთი იყო, რომ საღამოს რის მერე ვერ გახვალ, გაგძარცვავენ, რაღაც დაგემართება და ეგ განცდა საერთოდ არ მაქვს კი არა და პირიქით სრულიად საწინააღმდეგო არის, რასაც მოველოდი. რამდენი ხალხია რა? ხო, ძალიან ბევრი ხალხია, სერნობენ, ვარჯიშობენ, რა ვიცი, ველოსიპედებით დადიან. ერთადერთი მინუსი არის ის, რომ რაღაც ადგილებში შეიძლება უფრო დაბინძურებული იყოს ქუჩები, ვიდრე ვთქვათ აქ. შედარებით ისიც ვერ იტყვი, რომ აი ძალიან ნაგავიყრია რაღაცა, აი შედარებით დაბინძურებულია რა. რა ვიცი, ვიღაცამ კოკა-კოლა რო დატოვან, სიგარეტი ყრიან, რაღაც ესე. წავიდეთ ახლა გავუყვეთ ტბას. რამე საინტერესოს თუ ნახოთ, თუ არა და მოვბრუნდეთ და წამოვიდეთ მერე სახლის მიმართულებით. კი, აუ, წვიმას იწყებს? ჭამოთ რამე? რა დამეცა? არა. რატო? მე აღარ შეაქტივია ჭამაში რომ გეძინა. წავედით მოკლედ რა. წავედი. კი. ცუგი პრივატ. ალბანელო ცუგი. თემა. პრივატ. ფლეშჩარტ. ფლეშჩარტო მე ის აღარ გამოსე. ჩანვარ კარგად? კი. ჩარტამე. მე ის აღარ ჩანს იქით. მოვედით სახლში, შევიარეთ კიდევ ერთხელ მარკეტში და გაჩვენებთ რა შევიძინეთ. მიუხედავად იმისა, რომ კმაყოფილები ვართ იმით, რომ რა ვიცი, ასე თუ ისე ნორმალური ფასებია, მომსახურება აქვს საშინელი. ინგლისურად ესაუბრები, ხვდებიან, რომ აქაური არ ხარ და თავის ენაზე გესაუბრებიან, საერთოდ არ აინტერესებთ გესმით თუ არა. ესეთი ერთი დიდი ჩიპსი. ესეთი მეორე სნექი დიდი. ასეთი ლიტრიანია, 900-იანი კოლა. სუპჩიკები ვიყიდეთ, ესეთი სპაისი, ცხარე, ტერიაკით მინდოდა მე და მესამე არის ქათამი. ასევე შევიძინეთ იოგურტი ანანასის, იოგურტი ალუბალი, იგივე დიდი ზომა და 2 ცალი ასეთი ჟელიფონები. სულ ეს იყო და ეს დაჯდა. ვაუ, გეტყვით.
16 ევრო. ხო 16 ევროა. ხო 16 ევრო დაჯდა, რომელიც ამათ ფულზე ესე გამოიყურება. ანუ თითქმის 1/1 ევრო რა. სულ ეს იყო. ეხლა ვაპირებთ რომ მივირთ. ხო რა 100-ზე 1/1 გამოდის. ანუ 100 აქაური ფული არის 1 ევრო. ეხლა მივირთმევთ, ვაპირებთ რომ მივირთვათ, მე ვიბანავებთ და დავუწებით დავიცინებთ.